ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების დასანიშნად ვადა 29 დეკემბრამდე აქვს, დღეს მორიგ კონსულტაციაზე შეიკრიბა. ქართული ოცნება მიმდინარე პროტესტის გამო ახალი არჩევნების დანიშვნას არ გეგმავს და ოპონენტებს აკრიტიკებს. თათია ტაბეშაძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. დიახ, თითქმის 1 საათია მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომელსაც ესწრება 4-ვე ბარიერ გადალახული ძალის წარმომადგენლობა. ჩვენ შესვლამდე ვესაუბრეთ ოპოზიციონერ ლიდერებს და მათი ინფორმაციით ამ შეხვედრას ესწრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შესაძლებელია, რომ აქედან მათ გადაინაცვლონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი და უფრო ზუსტად ამ ინფორმაციის შესახებ ჩვენ შეგვიძლება ვისაუბროთ უშუალოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება განსახილველ საკითხს, ეს მათი თქმით ეხება ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ისინი ფაქტობრივად უკვე 2 თვეა მოითხოვენ, თუმცა ამჯერად ისინი ეხმაურებიან გუშინ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ შეხვდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი და ეს თარიღი ჩაინიშნოს 29 დეკემბრამდე. ამ პოზიციას იზიარებენ ოპოზიციაში, ამბობენ, რომ აუცილებელი არის არჩევნების ჩატარება და ახლა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო, თუმცა ჩვენ მედიამ დავსვით შეკითხვა ოპოზიციასთან, მაშინ როდესაც ქართული ოცნება არ აცხადებს მზაობას ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, როგორ წარმოუდგენიათ მათ ამ პროცესის უზრუნველყოფა რა მექანიზმით, მათი პასუხი არის ხალხის უწყვეტი პროტესტი და საერთაშორისო გამოხმაურებები და მათი თქმით მათი განცხადებებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება. სამუშაო ფორმატში ვიკრიბებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრება ამ შეხვედრას, რომ საბოლოო ჯამში კონდეს დოკუმენტალურად მყარი პოზიცია ჩვენ მომზადებული იმ სავარაუდო მოლაპარაკებისთვის, რომელზეც ისაუბრა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ თვითმარქვია რეჟიმის ოფიციალური პოზიცია, ამაზე არ მსმენია, ეს თვალსახად მიუთითებს იმას, რომ თვითონაც დაფიქრდნენ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ გაიაზრონ სხვა რეალობაა დღეს ქვეყანაში. ყობახიძეს ორშაბათს დილით 11 საათზე ბრიფინგს ვერავინ ასწრებს ხოლმე და დღეს ამ ბრიფინგზე ნამდვილად არ ედგა ირაკლი ყობახიძე, რაც ვფიქრობ, რომ კარგია, მეც სულს არ ვამბობ, კარგია, დაფიქრდით. უკვე მოვიდა დრო, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პროტესტად, ეს მნიშვნელოვანია და პრინციპში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ხალხს აქვს. ეს არის პროტესტი პოლიტიკური, თუმცა არაპარტიული, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი ფუნქცია არ უნდა დაკარგონ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ წარმოგიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა, ამ მიმართულებით ქართული ხალხის აზრი და ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის, პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციები რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ. თავარი ამ შემთხვევაში არის, რომ ხელისუფლების ხელშიც არის კონკრეტულად ივანიშვილმა გადადგას ის ნაბიჯი, რასაც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილი. მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არჩევნების დღის უბრალოდ გამოცხადება არ ნიშნავს, რომ სისტემა განსხვავებული იქნება და ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ამიტომაც ჩვენ დღეს და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ჩამოყალიბდა ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული. სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიმართ, რომ შეხვდნენ და ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი დაინიშნოს, გამოხმაურება დადებითი კონტექსტში ნამდვილად არ მოჰყოლია თავად ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, დღეს მამუკა მდინარეძემ გააკეთა განცხადება, რომ ახალი არჩევნების ჩატარება სჭირდება საფუძვლები და ვინც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს უსაფუძვლოდ და უაპელაციოდ, ამბობს, რომ მან კონსტიტუცია არ იცის, აგრეთვე გააკეთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად და ელექტრონული არჩევნები ვერ და არ ყალბდება, ასეთი იყო ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება ის დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ოღონდ ვიღაცები ხელს უწყობენ. მაგალითად, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, ერთ-ერთი ნაცმოძრაობის, ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც ის ესე ჩუმად და დახურულ კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნას. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი ყობახიძემ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ
არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, თლად ასეთი უცოდინარებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, დანიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ თავის საფუძვლები ჭირდება. თუ ასე იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ რომ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ისაწევს, ხო? საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ის რომ ვიღაცა ამით უკმაყოფილოა, ეს ნიშნავს გარკვეულწილად სარგებლობას, სპეკულაციას პოლიტიკური კულტურის ნაკლებობით, რაც საქართველოში სამწუხაროდ ჯერჯერობით არის. თუმცა ეს უნდა გადაილახოს ეს ბარიერი და არ შეიძლება ამ турბულენტობაში შეყვანა ქვეყნის იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოწონს. პრეზიდენტად წოდებულმა, რომელსაც ერთი პარასკევი აქვს სულ დარჩენილი, კონსტიტუცია რომ არ იცის, ეს არ ახალია. როგორც აღმოჩნდა, არც სხვა კანონმდებლობა არ ცოდნია და ურჩევდი, რომ წაიკითხოს თუნდაც ერთი კოდექსი, რომელიც დანაშაულებს აღწერს და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხოლმე ადამიანებს და კარგად დაფიქრდეს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ისე იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. რა უნდა მოიგონოს ახლა სალომე ზურაბიშვილმა იმისათვის, რომ თავის პატრონების დავალება შეასრულოს, წარმოუდგენელი არის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბარიერ გადალახული ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით დახურულ კარს მიღმა, ამას ჩვენ შევიტყობთ უშუალოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია ადგილზე, ჩვენი ინფორმაციით ასევე ოპოზიცია აპირებს შეხვდეს მესამე სექტორს. მადლობა, ეს თათია ტაბეშაძე იყო.